დაპირებული მშვიდობა, კიდევ უფრო მეტი მშვიდობა და კვლავ მშვიდობა. ქუჩაში ისევ თარეშობს ნარკოტიკი, ისევ რომანტიზებული და წახალისებულია კრიმინალი, ქურდული მენტალიტეტი. დანაშაულის მიმართ სუსტი იმუნიტეტის სახელმწიფოში სიტყვის მიმართ მკაცრი სახელმწიფო მივიღეთ. არ იჭერენ დამნაშავეებს, სამაგიეროდ დასდევენ მოქალაქეთა მიერ გამოთქმულ კრიტიკულ სიტყვებს სოციალურ ქსელებში. ამ ძიმე და ტრაგიკული რეალობის ფონზე, როგორც ჟურნალისტს, გულწრფელად მაინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი ოცნების საქართველოზე. რას ფიქრობენ საერთოდ რა მშვიდობა ეს სამარცხვინო ტერმინებს საერთოდ როგორ იმეორებენ ამბობენ ძალიან მეკვირს რა აი არ ვიცი რა ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს ესე თუ გაგრძელდა თქო მე დავწერე ცოტა ხანში ალბათ მე რაღაცა ნიშნებს გაგვიკეთება ზურგში და შეიძლება როგორც თავის დროს ებრაელებს დევნიდნენ რაღაც იმის დამაგვარი მოხდეს არაფრით არ ველოდი ასე მოკლედ როა მაინც 14 წელი რა ასე ამოტრიალდებოდა ყველაფერი. დამაპატიმრო რა ვქნა ახლა ისე მთელი ქვეყანა იმ ციხეშია და არც ამაგაზე ვარ ვარს. დღის გათენების მეშინია და დაღამების. ყველა მხარი, ყველანაირად არ ვიცი, გაუსაძლისი მდგომარეობა. ღირსიათ ციხეში გაატარა. ყოსია და მიიღო საკადრისი პასუხი. 22 ივლისს დილას ჯერ ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სატირული ჟანრის პოსტისთვის, ეპითეტებისთვის, რომლებიც შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძეს ეძღვნებოდათ. ჟურნალისტის ციხეში 14 დღით გაუშვეს. ვახო სანაია, ცნობილი ჟურნალისტი, რომ 14 დღეს გაატარებს ციხეში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო. არ ვიცი რა გითხრათ რა, მე მგონი არაფერი ისეთი კრიმინალური არ იყო მაგის იმაში, რა ვიცი, პოსტი ხო, რაღაც დადო პოსტი ხო? ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რა ვიცი, ჩემთვის მეუღებელია ესეთ დაპატიმრებები. მე წინა ძალიან, იმიტომ რომ მე თვითონ სოხუმელი ვარ და მე თვითონ ვიცი რა ოჯახიდან მოდის და როგორი ცხოვრებით იცხოვრა ვახო სანაია. ძალიან ცუდი, არ უნდა დაეჭერათ. რა თქმა უნდა, არ უნდა ყველას იჭერენ, როგორ შეიძლება ადამიანის დაჭერა. მოახერხებენ, როგორ ფიქრობთ, სიტყვების დაპატიმრებას და აზრის ჩახშობას? ვერასოდეს. სანამ ერთი ვახო სანაია იქნება უკვე საკმარისია იმისთვის, რომ არასოდეს არ დავმარცხდებით. ტოტალური ჯოჯოხეთია გაღიმებისთვის მოკლული 17 წლის ბავშვისა და დაჭრილი ახალგაზრდების შემზარავი საღამო. აი რაზე გტკივათ ყველაზე მეტად გული? ძალიან ბევრ ამაზე, რა ვიცი, აბა. მაინც თუნდაც აი ვახულზე, თუნდაც ამდენ ახალგაზრდას რო იჭერენ, თუნდაც უხელ ახალგაზრდა ბიჭი რო შეეწირა არაფერს. ჩვენ ვერაფერს ვერ გავხდებით ხალხი. ესე ფიქრობთ? ასე ვფიქრობ, აბა თუ არ შეიცვალა ეს მთავრობა არაფერი გვეშველა. ხელი გაუშვით თქვენ ნაგოებო! თქვენ ამავე ღამეს კომიკოს ონისე ოქრიაშვილს სამი პირი თავს დაესხა და ხუმრობისთვის ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა. დაუსჯელობის სინდრომის ფონზე ამ ქვეყანაში ყველა დასჯილივით ცხოვრობს დაუცველია და თითქოს დაეძებს ამ დაპირებულ ფიქციურ მშვიდობას ამ ქვეყანაზე. სამაგიეროდ თავდამსხმელი თავისუფალია და ის სასამართლოდან ტაშით გამოაცილეს. ვინ უნდა დაგიცვას პაპუაშვილმა, ანუ კობახიძე რობოტმა? მარტო ერთი დღეღამის მოვლენები გამოხატვის თავისუფლებისთვის ადამიანის დაჭერა, ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ჯერ წახალისება და მერე ძალადობა, თბილისსა და ბათუმში ადამიანების ჩაცხრილვა, ცალკეული ინციდენტები ვერ იქნება და მოქალაქეებისთვის უფრო მეტად სისტემური კოლაფსის და განუკითხაობის ნიშანია. ძალიან სამწუხაროა, რომ აქ ვართ ყველანი სადაც ვართ ახლა მოსულები. ჩაახშობენ თავისუფალ აზრს და სიტყვებს, როგორ ფიქრობთ? როგორი პირი ჩანს ალბათ, ძალიან გაგვიჭირდება შეწინააღმდეგება, იმიტომ რომ თავის დროზე რაც ვერ გამოვიჩინეთ, ის ძალად საჭირო იყო და მივიყვანეთ აქამდე სადაც ვართ ახლა. გული რაზე გწყდებათ ყველაზე მეტად? არც რთული საქმეა ყველაფერზეა ზოგადად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სადაც ახლა ვართ ყველას ჩვენი ბრალი არის ერთად. აქამდე უფრო მეტი ძალა უნდა გამოგვეჩინა და შევწინააღმდეგებოდით ყველაფერს. ბევრი განუკითხაობა. ეს ჩემ შვილსაც შეეხო დღევანდელი წყობა, ახალგაზრდები როდგანან და თავის ასს რო აფიქსირებ. მართლა? ძალიან გულნატკენი ვარ კი. რა ფორმით შეეხო? აქციებზე დადიოდა თუ რატო? 6 დღე იყო დაკავებული, ლიზი უბილავა თუ იცით. მისი დედა ვარ და ზოგადად ტკივა დღევანდელობა ძალიან. მე ვფიქრობ, რომ ასეთი რამები არ უნდა ხდებოდეს და კვლელობები
აზრის გამოთქმის გულისთვის ადამიანს არ უნდა აპატიმრებდეს. ადამიანების დამონებისა და დაშინების სპეცოპერაცია ამ ქვეყანაში არც დღეს დაწყებულა და არც ამით დამთავრდება. მარტო გასული კვირის ერთმანეთზე შემზარავი დანაშაულებრივი ამბები კმარა იმის სათქმელად, რომ ცხოვრობთ უსაზღვროდ უსამართლო ქვეყანაში, სადაც ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია და თუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ საქართველოში დღეს მშვიდობაა, მარტო ამ კვირის მომხდარი ამბების ქრონიკაც კმარა.